ევროკავშირის საკუთარ უსაფრთხოებას რუსეთთან დიალოგის გარეშე ვეღარ ხედავს. განსაკუთრებულად აქტიურია საფრანგეთის ლიდერი, თუმცა ემანუელ მაკრონი კრემლთან ურთიერთობის გადახედვის ამოცანაში მარტო არ არის. ამ დრომდე ტაბუირებული თემა ბრიუსელმა გახსნა და ეს ცვლილება უკვე ქართულ ოპოზიციაზეც აისახა. ხელისუფლებისთვის კი პრინციპების რადიკალური ცვლილება ორმაგი სტანდარტების მხოლოდ მორიგი დასტურიანი. ნიგოგიშვილის სიუჟეტი. ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის დასრულებული პოლიტიკური ქორწინების შემდეგ პროცესებს მიღმა დარჩენილი ევროპა შეცდომების გამოსწორებასა და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. ასე პოლიტიკური ეგოს გამო წარსულში გაკეთებულ გზავნილებს ივიწყებენ და ახლა საზოგადოებას რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაში არწმუნებენ. ყველაზე მეტად საფრანგეთის პრეზიდენტი აქტიურობს. ემანუელ მაკრონი ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას რუსეთთან ერთად სთავაზობს. დიალოგის აღდგენის გზების ძიებაში ნაბიჯებიც გადადგმულია. გასულ კვირას მაკრონის დიპლომატიური მრჩეველი მოსკოვში იმყოფებოდა. ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელმა ემისრებმა მოლაპარაკებები განაახლეს. ჩემი მსჯელობა ძალიან მარტივია. გსურს თუ არა ამ დისკუსიის სხვებისთვის გადაბარება. ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგწონს ეს თუ არა რუსეთი ხვალაც იქ იქნება. მნიშვნელოვანია მათთან ევროპული დებატების განახლების სტრუქტურირება. უკვე ერთი მეორის მიყოლებით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ევროპელი ლიდერები ღიად ალაპარაკდნენ. მათთვის ახლა მთავარი ტრამპის ლიდერობით დაწყებულ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომაა. რუსეთი ევროპული ქვეყანაა და ჩვენი დიდი მეზობელი. დროა ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. რაღაც დროს საჭირო იქნება პრეზიდენტ პუტინთან საუბარიც. არადასწორად ევროპელი ლიდერები მწვავედ აკრიტიკებდნენ საქართველოს უკრაინაში ომის დაწყებისას პრაგმატული პოლიტიკის არჩევისთვის. მეტიც მხოლოდ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გამო რუსულ იარლიხს აკერებდნენ. ამიტომაც 4 წლის შემდეგ ევრობიუროკრატთა შეცვლილი რიტორიკა ოფიციალური თბილისისთვის ევროპული სტანდარტების გაუფასურებაზე მეტყველებს. არის ორმაგი სტანდარტები, რასაც ავლენს ევროპული ბიუროკრატია, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე. მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირ დიალოგი იმ საბაბით, რომ ჭყალებში საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირ დიალოგის აღდგენა. საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, არსებობდა საქართველოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის ინტერესი. ეს პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას. მაშინაც ხედავდით, რომ ის რაც დასაშვები იყო სხვა ქვეყნებისთვის მიუღებელი იყო საქართველოს შემთხვევაში, იყვნენ აქტორები, რომელთათვისაც საქართველოს სწორედ სუვერენული უფლებების განხორციელება პრობლემას წარმოადგენდა. რუსეთთან საუბრის აუცილებლობაზე ქართული ოპოზიციაც ალაპარაკდა. ოპოზიცია, რომლის მთავარი ბრძოლის სტრატეგია წარსულშიც და ახლაც ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებაზე გადის. რუსეთს უნდა ვესაუბროთ, ის რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობს და აპირებს დიალოგის დაწყებას, ეს მისასალმებელი არის. მოლაპარაკებებში ევროპა როცა იქნება ჩართული, გარკვეული ასე ვთქვათ კონტაქტის დამყარება მოუწევს რუსეთთან. მაკრონმა თქვა, რომ რა ვქნათო, უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ის იქ არის რუსეთი, სადაც არის და სულ იქ იქნებაო და ეს როგორ გავიგოთ ახლა ჩვენ საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება მუდამ სადაც არის და საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე რუსეთი თუ როგორ არის? ერთია პოლიტიკური ეჭვიანობის ფონზე რეალობისთვის თვალის გასწორება და მეორეა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის მორიგი დადასტურება. მართლ გუნდს ისიც კარგად ახსოვს თუ როგორ ვაჭრობდნენ აქტიურად რუსეთთან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. ყველაზე მეტი ეკონომიკური მოგება ანახა სწორედ ლატვიის და ესტონეთის სახელმწიფოებმა რეიტინგების მიხედვით. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ დაგვეწესებინა სასანქციო პოლიტიკა ქონოდა რუსეთთან, თავად ევაჭრათ რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ან ერთ შემთხვევაში უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომლითაც მათ საკუთარი ქვეყნები ყველაზე მეტად დააზიანეს და ჩვენ ხვდებით, რომ ევროკავშირი ამ პროცესებიდან საკმაოდ დაზიანებული გამოდის, ან ეს არის ორმაგი სტანდარტი. გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად იცვლება გზავნილებიც. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება რწმუნდება, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, რომლის არჩევის გამოც ხელისუფლება უსამართლო კრიტიკის სამიზნე გახდა.